მილანი, ვენეცია, დუბაი, მონაკო. ეს იმ მიმართულებების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც ქართული ოცნების დეპუტატები დასასვენებლად ირჩევენ. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოები აჩვენებს ფუფუნებას, რომელიც 10,000-ობით ლარის ხარჯს უკავშირდება. წესით ასეთი ტიპის ხარჯები ქონებრივ დეკლარაციაში უნდა აისახოს. ეს დოკუმენტები უნდა აჩვენებდეს, რა შემოსავალი აქვთ დეპუტატებს და რამდენს ხარჯავენ, თუმცა შაბათის გუნდმა აღმოაჩინა, რომ ხარჯების დიდი ნაწილი დეკლარაციებიდან გამქრალია. კითხვა გვაქვს თქვენს დეკლარაციასთან დაკავშირებით, რატომ მაინტერესებს დუბაიში რო იყავით? რას დარბიხართ? სირცხვილია ბატონოგელა, კითხვა გვაქვს თქვენთან. პარტია ქართული ოცნების წევრების ნაწილმა 2025 წელს მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურს უკვე წარუდგინა. მათ შორის დეპუტატი სამხარაულია, თუმცა მას ხარჯებში არ უწერია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოგზაურობა და დასვენება ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. არ ჩაგეწერებით. აბუდაბიში რომ იყავით, დეკლარაციაში მაგ ხარჯის შეტანა დაგავიწყდათ ბატონოგელა? ხარჯებს რატომ მალავთ? რატომ აყვევით დეკლარაციაში რამდენი დაგიჭდათ ძვირადღირებული მოგზაურობა? ეს კადრები 2025 წლის იანვარშია გადაღებული. ვიდეო მასალაში Coldplay-ის კონცერტზე დასასრებად აბუდაბიში ჩასული ქართული ოცნების 4 დეპუტატი ჩანს. მათ შორის არის გელა სამხარაულიც, მართველი პარტიის წევრები ენუქიძე, ზარქუა, სამხარაული და სანიკიძე აბუდაბის ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში იას აილენდში ისვენებენ. აქ ნომრის ღირებულება 2,000 ლარიდან იწყება და 6,000 ლარს აღწევს. ეს მხოლოდ სასტუმროში ცხოვრების ერთი დღის ხარჯია. ამიტომ ვცდილობთ მართველი პარტიის დეპუტატთან გავარკვიოთ, რამდენი დაუჯდა მოგზაურობა და რატომ დაუმალა ხარჯი მაკონტროლებელ უწყებას. მაინტერესებს აბუდაბის ვიზიტი როგორ არ მეწერებით რას ნიშნავს ფული დახარჯეთ და დეკლარაციაში მალავთ. რაღაც ინტერვიუ მოგეცით. ჩემთვის არც მაინტერესებს ნახეთ. საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონი თანამდებობის პირს ავალდებულებს ყოველწლიურად დოკუმენტებში ზუსტად ასახოს შემოსავალი და გასავალი. აღრიცხოს შეძენილი ქონება, მისი ღირებულება, საყოფაცხოვრებო ხარჯი, მათ შორის სწავლაში, რემონტში, მოგზაურობასა თუ შოპინგში დახარჯული თუ კი ეს თანხა 5,000 ლარს აჭარბებს. სამოგზაურო ხარჯი დეკლარაციაში უნდა აისახოს მაშინაც, თუ კი ის თანამდებობის პირმა ვინმესგან საჩუქრად მიიღო. ქართული ოცნების დეპუტატის გელა სამხარაულის ქონებრივ დეკლარაციაში კი ეს გრაფა თავისუფალია. სამოგზაუროდ რომ ბრძანდებოდით აბუდაბიში ზარქუასთან ერთად, რა ფული და არ გიწერიათ ბატონოგელა, არა გამოგრჩათ? გადარღვევას ვხედავ კი არა ფაქტია ბატონოგელა. ძვირადღირებული მოგზაურობებისას გაწეული ხარჯების დამალვა ნამდვილად კანონის დარღვევაა და ამ დარღვევაში ქართული ოცნების დეპუტატები დამხილებული მხოლოდ გელა სამხარაული არ არის. აბუდაბიში ყოფნისას დახარჯულ ფულზე არაფერია ნათქვამი, არც დეპუტატ ვიქტორ სანიკიძის დეკლარაციაში. ინდოეთში მეუღლესთან ერთად მოგზაურობა დამალა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმაც. გრაფა, სადაც საყოფაცხოვრებო ხარჯი უნდა ეწეროს, მის შემთხვევაშიც ცარიელია. არადა მეზურნიშვილის მეუღლის გვანცა გარსევანიშვილის მიერ სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეო მასალი დგინდება, რომ ქართული ოცნების დეპუტატი ცოლთან ერთად 2025 წლის მარტში ინდოეთში იმყოფებოდა. ინდოეთის სამოგზაურო ტურის ყველაზე ბიუჯეტური ფასი 2,700 დოლარიდან იწყება. როგორც ტურისტული სააგენტოები წერენ, ამ თანხაში არ შედის კვების, შიდა ტურების და სხვა აქტივობების ფასი. ანუ გამოდის, რომ დეპუტატის და მისი მეუღლის მხოლოდ სასტუმროში გაღებული ხარჯი 15,000 ლარს გასცდა. ჩემი ხელფასი თუ ადამიანი სამე დასასვენებლად საკუთარი ხელფასით წავა, ის უნდა აისახოს. როდესაც რამე შეიძენ, კი, როცა ქონებას შეიძენ თუ ნებისმიერ თანხას რამეში კონკრეტულ ქონებაში გადაიხდი, იმას მავალდებულებს კანონი. მოგზაურობის ხარჯსაც წერს. ეგეთი პუნქტი არის დეკლარაციაში. მაგალითად, აი თქვენმა არა, ვინ დაწერა ერთია პუნქტი თუ არის ეგეთი დეკლარაციაში. მოგზაურობის ხარჯი, სამევლინებო ხარჯი მე ვიცი, მაგრამ მოგზაურობის ხარჯი არის მე ეგეთი პუნქტი მანდ არ მინახავს.
ქართული ოცნების დეპუტატი ახლა ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ თანამდებობის პირებს მოგზაურობის ხარჯების დეკლარირების ვალდებულება არ აქვთ. რაც ტყუილია. დეპუტატის თვიური ჯამაგირი 14,000 ლარია. ქონებრივი დეკლარაციის მიზანი კი აჩვენოს, რამდენად შეესაბამება ოფიციალური შემოსავალი მათ ხარჯებს. კანონი წესით ყველასთვის ერთია, თუმცა დეკლარაციების გადამოწმებისას ვარკვევთ, რომ ყველა დეპუტატი კანონს არ ასრულებს. ეს დეკლარაციას გადავხედეთ და არ გიწერიათ საყოფაცხოვრებო ხარჯი და არსად არ დაგისვენიათ, არ წასულ ხართ, არ გიმოგზაურიათ. ან თბილისში იყავით 2025 წელს. კი, მე საზღვარგარეთ არ დავდივარ ხოლმე სასეირნო. ეკონომიკური კომიტეტის პოლიტიკის ხდომაზე მყოფი 9 წევრიდან 3 მილიონერია. ბერეკაშვილი, ბარვენაშვილი და ობოლაშვილი, თუმცა მათგან მდიდრულ დასვენებასთან დაკავშირებული ხარჯები ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ შოთა ბერეკაშვილმა ასახა. თუ აუდიტის სამსახურში წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტებს დავეყრდნობით, გამოდის, რომ ბარვენაშვილსა და ობოლაშვილს ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებს უკვე წლებია არც უმოგზაურიათ და არც დაუსვენიათ. ყოველ შემთხვევაში ეს ხარჯები დეკლარაციებში არ ჩანს. გიორგი ბარვენაშვილი, რომელიც ივანიშვილის პარტიის ლიდერებს კომოს ტბაზე საკუთარი ხარჯებით მასპინძლობდა, დოკუმენტებში ამტკიცებს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მოგზაურობაში ფული საერთოდ არ დაუხარჯავს. 2025 წელს კი იყიდა მხოლოდ 762,000 ლარის ღირებულების ბენდლი. გამარჯობა. როგორ წანდებით? მადლობა. თქვენ დეკლარაცია ვნახეთ და გამოდის, რომ წლებია ქვეყნიდან არ გასულ ხართ და მალავთ ამ ხარჯებს, ბატონო გიორგი. ბარვენაშვილის მსგავსად შაბათის ეთერის კითხვას გაურბის უმდიდრესი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილიც. მისი დეკლარაციის ფურცლებით, სადაც საყოფაცხოვრებო ხარჯის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს მოცემული, цаრიელია. ობოლაშვილი საქართველოს გარდა უძრავ ქონებას ფლობს საფრანგეთსა და დუბაიშიც. მისი მეუღლის სახელზეა პარიზში რეგისტრირებული ბინა და ავტოპარახი, რომლის საერთო ღირებულება 1,200,000 ევროს აღემატება, თუმცა დოკუმენტებით დეპუტატი ირწმუნება, რომ არც მას და არც მის მეუღლეს მოგზაურობისთვის დაკავშირებული ხარჯები არ გაუწევიათ. ყველასთან მაქვს კითხვა და 2 წამი. რა მიზეზით არ ადეკლარირებენ ჩინოვნიკები რეალურ ხარჯებს და როგორ არიდებენ თავს კანონს. გაშიფრულია შემოსავლის დამალვის სქემა. სანდრო ქევხიშვილი, რომელიც თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის კომისიაში წლები მუშაობდა, ამბობს, რომ კანონში ერთგვარი ხვრელია. როდესაც გაწეული ხარჯის მოცულობამ შესაძლოა კითხვები გააჩინოს, მაღალი თანამდებობის პირები ხარჯებს ანაწევრებენ. აი როგორ ცალკე ითვლიან ავიაბილეთის ფასს, ცალკე სასტუმროს ხარჯს, ცალკე შეძენილი ნივთების ღირებულებას და შემდეგ ამტკიცებენ, რომ არც ერთი კონკრეტული შენაძენის ფასი 5,000 ლარს არ ასწდა. ეს არის ერთ-ერთი ხვრელი, რის გამოყენებით და სანდეობის პირს შეუძლია დამალოს ის ხარჯები, რაც მას აქვს. და ეს ხარჯები, როგორც წესი, არის ძალიან სოლიდური. ისინი მოგზაურობენ ძვირადღირებულ ძვირიან ქვეყნებში, მოდი ასე ვთქვათ, ეხარჯებათ საკმაოდ დიდი თანხები მოგზაურობაში, სასტუმროებში, შოპინგში და ჩვენ ამას მოცულობებს ხედავთ ხოლმე, მაგალითად, მათი კოლეგებიდან. ის თანამდებობის პირები, რომლებიც ადეკლარირებენ, ისინი წერენ ხოლმე საკმაოდ მსხვილ თანხებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვინც მოგზაურობს გავს მოგზაურობებში მილის, მაგალითად, მათაც გავსი ხარჯი აქვს, უბრალოდ ისინი არ წერენ დეკლარაციაში, იმართლებენ თავს იმით, რომ ესე იგი ცალკე ბილეთი, ცალკე აღებული იყო 5,000 ლარზე ნაკლები. თუმცა ეს არასწორი ინტერპრეტაცია კანონის, რეალურად კანონი მოითხოვს, რომ დადეკლარირდეს ეს ხარჯები. 2025 წელს მილანში მოგზაურობის ხარჯი ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა ქართული ოცნების სპორტსმენმა დეპუტატმა ლაშა ტალახაძემ. ვენეციაში მეუღლესთან ერთად დასვენებისას დახარჯული ფულის ოდენობას მალავს გენო პეტრიაშვილიც. цаრიელია ეს გრაფა დეპუტატ დავით კაჭარავას დეკლარაციაშიც. დეპუტატი საყოფაცხოვრებო ხარჯში მხოლოდ სწავლის გადასახადს უთითებს. არც ერთი ახლა პარლამენტში არ არის. ქეთევან ხატიაშვილის სოციალური ქსელით კი ვარკვევთ, რომ ახლაც დეპუტატი კაჭარავა საფრანგეთში მოგზაურობს.
დეკლარაციებთან დაკავშირებით მაქვს კითხვები. მაინტერესებს თქვენი თანაგუნდელები ამ თავის ლაქშერულ ცხოვრებას რატომ არ წერენ დეკლარაციებში? შეგიძლიათ ამიხსნათ. ობოლაშვილი, ბარემაშვილი, ზარქუა, სანიკიძე, ენუქიძე, ეს ხალხი თავის ლაქშერულ ცხოვრებას რატომ ალავს? ამის გამო არ ჩასვით ღარიბაშვილი ციხეში. კი, რო ჩასვით მიდასტურებთ, მადლობა, მაგრამ რატომ ალავთ? ხო გამჭვირვალობაზე ლაპარაკობთ? ხო, რაღაც მანქანა უნდა დაიძრას და რამე არ დაგიზიანდეს. ხო, მომენტი. რატომ ალავთ ამ თქვენს ლაქშერულ ცხოვრებას თქო? თუ თანამდებობის პირი იტყუება და ბოროტად იყენებს თავის თანამდებობას, არსებობს რეაგირების ორი გზა. პრევენციული, რაც ჯარიმას გულისხმობს და რეაქციული, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამის მოუწყებებმა გამოძიება უნდა დაიწყონ. მაგრამ ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს პოლიტიკური ნება. ძალიან ხშირია დადგენილი შემთხვევები, როდესაც გაურკვეველი ქონებები უფიქსირდება თან თანამდებობის პირს, ან მათ ნათესავებს, იქნება ეს რაღაცა კონკრეტული მოგზაურობა, იქნება ეს კონკრეტული ნივთი ძვირადღირებული, რომელიც რატომღაც დეკლარაციებში არ ხვდება. ქონება არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, დეკლარაციების შევსება არის ისეთი რამე, რომ თუ ადამიანი მოტივირებულია, რომ შეგნით მოიტყუოს, ის იქ მოიტყუება. და თუ ამ ტყუილს სახელმწიფოს არ ექნება შემხედრი სამართლებრივი რეაგირება, როგორც არის მაგალითად დეკლარაციის არასწორად შევსების გამო პასუხისგებაში მიცემა, ან თუ დეკლარაცია განზრახ არასწორად შეავსო და ეს ფული საიდანაც მიიღო, კიდე სხვა დანაშაული იყო, მაგალითად გარკვეული კორუფციული დანაშაული, ამის გამო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება და თუ თანამდებობის ეს მექანიზმები თუ არ იქნება გამოყენებული, კი, ძალიან მარტივი არის ის, რომ თანამდებობის პირმა არც მეუთითოს არაფერი დეკლარაციაში. ძვირადღირებული მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ რამდენიმე დეპუტატმა ჩაწერა. ნინო წილოსანმა შვებულება 2025 წელს ამერიკაში გაატარა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ქართული ოცნების დეპუტატს ეს მოგზაურობა 53,853 ლარი დაუჯდა. 625,000 ლარზე მეტი დახარჯა ვახტანგ თურნავამ მოგზაურობასა და შოპინგში, თუმცა ეს თურნავას მიერ 2025 წელს გაწეული ერთადერთი მსხვილი ხარჯი არ არის. 2026 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ვახტანგ თურნავამ 1,400,000 ევრო იტალიაში საცხოვრებელი სახლის შესაძენად გადაიხადა. 99,667 ევრო დაუჯდა ახალი სახლისთვის ავეჯი. 774,000 ლარს გადააჭარბა ფასების შემსავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის საყიდლებისა და სამოგზაურო ხარჯებმა. 700,000 ხარჯი გქონდათ და სად დაისვენეთ ბატონო შოთა? არ დამისვენია. აბა სამოგზაურო ხარჯი იმდენი გიწერიათ, რა ვიცი, ზოგის 10 წლის შემოსავალი რო არ არის და კარგი ვაკეთე მე რა ისეთი კითხები დამისვი ჩემს საქმის მიმართ. შემოსავალსა და გასავალზე გისვათ ბატონო შოთა, კითხოთ, როგორი კითხები და გისვათ? ეს მე საისვენებთ შოპინგის ხარჯი. 30 წელი ის ბიზნესში ვიყავი, ხო აი რა ჩემი გავიგე, არამის გეკითხებ, იცით რა მაინტერესებს? მე არ დამისვენია მეთქი. აბა ეს მოგზაურობა რა იყო? მე ოჯახის ძალიან დიდი ოჯახი ვარ და აქვს და შეიძლება ჩემი ოჯახის წევრები ეს ხო იცავთ და წერთ და დანარჩენი თქვენი კოლეგები არ ყვავენ ბატონო შოთა. მაღალი თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის სისწორეს წლების განმავლობაში ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებდა. ახლა ეს ვალდებულება აუდიტის სამსახურს აქვს, თუმცა კონტროლის მექანიზმი სუსტია. აუდიტის სამსახურს კანონის მიხედვით დეკლარაციის მონიტორინგის ფარგლებში შეუძლია მოთხოვოს ყველაფერი. საბანკო გადარიცხვებიდან დაწყებული ქვითრებით დამთავრებული ყველაფრის მოთხოვნა შეუძლია თუ ფიქრობს რომ აქ არის რაიმე ტიპის დაუსაბუთებელი შემოსავალი ხარჯი და ასე შემდეგ, ხო? მათ აქვთ ამის ინსტრუმენტები, თუმცა ამას არ იყენებენ. არ გვეუბნებიან ვინ შეამოწმეს, ვინ დააჯარიმეს და ასე დააჯარიმეს. რა ინფორმაცია ადრე საჯარო იყო ხოლმე და ჩვენ ხედავდით რომ სწორედ ამ მიზნით აჯარიმებდნენ ხოლმე მათ. 6,000 დეკლარაციიდან წელიწადში მოწყვეტება მხოლოდ 5%, ანუ 300 დეკლარაცია. და ეს ხდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანუ აქ ნებისმიერი, ვთქვათ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი თანამდებობის პირი იქნება თუ, ვთქვათ, რა ვიცი, მოსამართლე პროკურორი, მინისტრი თუ აქ მათ ის რომ ისინი ვთქვათ, შოთა ბერეკაშვილი რომ მოხვდება მონიტორინგის სიაში, ამის შანსი არის ძალიან დაბალი, მხოლოდ 5%.
ამ ნაკლოვანებას ազღვევდა ერთი მექანიზმი. სამოქალაქო სექტორის ჩართულობა შესამოწმებელი პოლიტიკოსების სიის შედგენაში, მაგრამ 2024 წელს რუსული კანონის მიღების შემდეგ სამოქალაქო სექტორი ამ კომისიიდან გააძევეს. რუსული კანონის და ამ რეპრესიული კანონების შემდეგ ერთ-ერთი ესეთი ცვლილება, რომელიც მოხდა დიდ სიას შორის, იყო ის, რომ ამ კომისიიდან ამოიღეს არასამთავრობოების მონაწილეობა. კომისია კი დარჩა, თუმცა კომისიის წევრები შეიძლება მხოლოდ იყვნენ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. აკადემიური სფეროს წარმომადგენლები არ არიან აქტიურები და არავინ ისე არ მუშაობს კორუფციის წინააღმდეგ და ეს რას ნიშნავს, რომ ეს კომისია არასდროს არ შეიქმნება არასამთავრობოების გარეშე. შესაბამისად, ის 300 ადამიანი, რომელსაც ჩვენ ყოველ წელს ვსვავდით ხოლმე, მინისტრებს, მოადგილეებს, ესე იგი, მნიშვნელოვან მოსამართლეებს, პროკურორებს, მერებს, თბილისის მერს და მოადგილეებს, რა თქმა უნდა, და დეპუტატებს, ეს აღარ არის. შესაბამისად, შემთხვევით შერჩევის პრინციპით დეპუტატი ან მოხდება ან არა, ანუ იმ 99 დეპუტატიდან მოხდება 5% საშუალოდ, ხო, ან რამდენიმე სულ, 5-იც კი არა. აუდიტის სამსახურის მიერ შაბათის ეთერისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 2026 წელს უწყება მონიტორინგისთვის 394 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია გამოკვეთა. ამ დროისთვის დაჯარიმებულია მხოლოდ ერთი, დანარჩენი შემოწმების პროცესშია. გაბიტაშვილის უწყება ამბობს, რომ არც ერთი პირის საქმე შესასწავლად პროკურატურას არ გადასცემია.